გამარჯობა, მინდა რომ გავაკეთო ბლოგი მიმდინარე პროცესებთან მიმართებაში და მინდა დავიწყო მოვლენების შეფასება საქართველოში თურქული სამხედრო თვითმფრინავის, ანუ თურქეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო ბორტის ჩამოვარდნასთან თუ ჩამოგდებასთან დაკავშირებით და რატო ახლა მაგასაც გეტყვით რა. უპირველესად რაც უნდა აღინიშნოს და ამას მე არ გავაკეთებ ამ შეფასებას როგორც დილეტანტი, იმიტომ რომ მე წლების მანძილზე ვიყავი და ვმსახურობდი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, კონკრეტულად არმიის ისეთ სახეობაში, რომელიც აკეთებდა საჰაერო თავდაცვის უზრუნველყოფას, განსაკუთრებით წლების მანძილზე ვიყავი სადაზვერვო სადგურზე და ვაკვირდებოდი სხვადასხვა ბორტების, მათ შორის მოწინააღმდეგე სახელმწიფოების, უბრალოდ დაინტერესებული სახელმწიფოების და სტრატეგიული მოწინააღმდეგის ჩვენ რუსეთის სამხედრო ბორტების გადაადგილებას, როგორც ჩვენ ოკუპირებულ სივრცეებში, ისე მიმდებარე ტერიტორიას და რასაც ვიტყვი ძალიან კარგად ვიცი რა. თურქეთის სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნა ჩვენს ტერიტორიაზე, რომელსაც მალავდა პირდაპირ ვიტყვი საქართველოს ქოცური ხელისუფლება. ეს არის კიდევ ერთი კრახი და კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რომ ჩვენ როგორც ტერიტორიას არავინ არ გვიყურებს, არავინ არ თulis აქ როგორც სახელმწიფოს და ეს უბრალოდ მიაჩნია ზონად, სადაც შეიძლება ყველაფერი გააკეთო რა. ამით ფუთავდნენ თავიდან, რომ თურქეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ჩამოვარდა უკაცრავად საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე ჩამოვარდა და ეთყობა იმასაც კი არ იტყოდნენ ვიღაცას რო არ გადაეღო ეს ტელეფონით და რო არ დაედო საჯარო სივრცეში იმასაც კი არ იტყოდნენ და იტყოდნენ რომ აზერბაიჯანის საზღვარზე ჩამოვარდა და პირველ რიგში რა დაირღვა საქართველოს საჰაერო სივრცე. ამაზე არავინ არ ლაპარაკობს. ესე არ ხდება რა, სხვა საკითხია გადაადგილება. და სხვა საკითხია შეთანხმება, რომ შეიძლება იყოს შეთანხმებული ფრენების ხელმძღვანელთან. ეს ხდება ეს წესი ერთ ქვეყნებში, მაგრამ როდესაც ესენი მალავენ ფაქტს მალავენ ხალხო. და დიდი ხანია ეს ასე იყო საქართველოს არავინ არ უყურებდა სუვერენულ სახელმწიფოდ. და სხვადასხვა რო ვიძახეთ რუსები არღვევენ ჩვენ ტერიტორია საჰაერო სივრცეს აგერ გამოდგა რომ თურქებიც არღვევენ. ფაქტია. და ამაზე არავინ არ ლაპარაკობს. თორე რუსები არღვევენ მაგ საზღვარს ყოველდღიურად. ჩვენ მაგას სარადარო მონაცემებზე უყურებდით, შემოდიოდა ეგრეთ წოდებული ტებერდა არის, იქეთ ზევით აფხაზეთისკენ, იმ მიმართულებაზე შემოდიოდა მზვერავი თვითმფრინავი, ჭრიდა სახმელეთო სივრცეს, აი ესე გასწვრივ ზღვისკენ და შემდეგ ლამის ჩამოდიოდა ფოთამდე. და უყურებდა ყველაფერს, ვის რა რადიოლოკაციური სადგური ჩართული ქონდა, არა ქონდა, რაღაცნაირად ქონდა, გააჩნია უკვე თვითმფრინავის მახასიათებლებს, რითი არის ის აღჭურვილი. და იქამდე იმასაც ვიტყვი, მფრინავის ხმასაც ვიჭერდით, ქონდა ჩვენ მაგის მოწყობილობა. და გვესმოდა ტრიანგულაციის მეთოდით სად იყო, როგორ იყო, თუმცა ეს არ იყო გათვლილი ვინმესგან სპეციალურად, უბრალოდ ჭკვიანი ხალხი იყო ჩვენთან და იმ ტრიანგულაციას აკეთებდნენ გადაჭერას იმის და ესმოდა სად როგორ და რანაირად და რას ელაპარაკებოდა მფრინავი თავის ფრენების ხელმძღვანელს. და ეს იყო დაზვერვითი სამუშაო რუსების არმიის მხრიდან. ანალოგიურად, რატო არ უნდა ჩავთვალოთ ჩვენ მით უმეტეს სასაზღვრო ზოლის დარღვევა მოხდა და არანაირი პროტესტი, არანაირი გამოძახება თურქეთის ელჩის საქართველოს საელჩოში და ნოტის გადაცემა, აი ჩვეულებრივი მომენტია ხა თურქეთი ხო აბარა ხო უნდა გაუწვნენ ესენი წირქვეში. სატრანსპორტო თვითმფრინავი იყო 20 კაცი დაიღუპა, იდარდოს და იტიროს თურქეთის ხელისუფლება. რა მოხდა ცაში? ის კიდე საკითხავია ცაში, რისთვის იყო შემოსული და ხო არ ქონდა მას ინტერესი რუსული მიმართულებით ეზვერა რა. ჩვენი ტერიტორია უბრალოდ გამოსაყენებელი ზოლი ხოა. შეკითხვა მაქვს ესეთი რამე რაკეტა ხომ არ მოხდა შემთხვევით, მაგალითად რუსეთიდან ჩვენ ტერიტორიაზე. იმიტომ რომ ჩვენ ხო არ აგვყავს საჰაერო თავდაცვა, ჩვენ ხო არ აგვყავს არაფერი, ჩვენ ხო არაფრის
თქმა არ შეგვიძლია, ჩვენ ხო პროტესტის ხმის ამოღებაც უფლებაც არა გვაქვს. და თუ მე ზღაპრები მელანდება გამოიტანეთ ბიძია, გამოიტანეთ სარადარო მონაცემები საჰაერო სივრცის და გვანახეთ რადიოლოკაციური კვალი როგორ აქვს დატოვებული, როგორ კვეთ და წინასწარ სად იყო შეთანხმებული ფრენა. რომელი ლიტერალური ნომრით გადმოვიდა ჩვენ საზღვარზე სამხედრო პორტი. ეს ძალიან ისეთი საკითხებია რა, სპეციფიური საკითხები, რომელიც ფართო მასას არ ესმის. გვანახეთ შავი ყუთის ჩანაწერები. მნიშვნელოვანია ეს. რა საუბრობდა ფრენების ხელმძღვანელთან თურქეთში. სანამ გადმოვიდა და როგორ გადმოვიდა და რა იყო ოპერაციის მიმართულება, რა არის ჩაწერილი იმ შავ ყუთებში. გვანახეთ ჩამოვარდნის დროს რა დააფიქსირა თვითმფრინავის აღმრიცხველმა სისტემამ. და გავიგებთ ერთი რაკეტით ჩამოვარდა, ტექნიკური გაუმართლობით ჩამოვარდა, თუ რაში იყო საქმე. ჩვენ ხო ყველაფერს გვიმალავენ, ერთი იმას წყემს რო შეტენეთ ისა სმიტების მკვლელობა, ამერიკის დაზვერვის თანამშრომლების მკვლელობა და საწყალი ბიჭი დღემდე ციხეჟიზის. ერთი მაგი არის სიმართლე და მერე მაგი არის სიმართლე, როგორც სამგზავრო ბორტის შემთხვევით გადმოვიდა იმაზე სატვირთო ბორტი თურქეთის შეიარაღებული ძალების შემთხვევით გადმოვიდა საქართველოს საჰაერო სივრცეში და უცებ აქ მოუნდა ჩამოვარდა და უცებ ჩამოვარდა. თქვენ ხართ მეზღაპრეები, უტრაკოები, თქვენ მარტო იმის ტრაკი გაქვთ ვიზია, წახვიდეთ და ქართველ ხალხს თავში ურტყათ დუბინკები და დაიჭიროთ ტოტალურად ყველა, მათ შორის ახლა იჭერენ ყველა სხვათა შორის. და ესენი ვინც არის ვალდებულები, გასაგებია სამოქალაქო ავიაცია ვალდებულია, მაგრამ იქ სამხედრო ავიაციაა კაცო. სამხედრო ავიაციის რადიოლოკაციური დაზვერვის ბატარეები პირდაპირ ვალდებული არიან საბრძოლო მორიგეობები აწარმოონ. და იქ უნდა იყოს აბსოლუტურად ყველაფერი აი ამ ბორტის გადაადგილების რადიოლოკაციური კვალი. და ჩვეულებრივ ახლა ამათმა გააუქმეს უშიშროების სამინისტრო, მაგრამ საბჭო უკაცრავად. წესიერ ქვეყანაში ეს აუცილებლად უნდა იყოს, რომელიც დაკომპლექტებული უნდა იყოს პროფესიონალებით. იქ უნდა იყოს სახმელეთო ჯარის პროფესიონალი, იქ უნდა იყოს ოპერატიული ხელოვნების პროფესიონალი, იქ უნდა იყოს ავიაციის სპეციალისტი. ვიღაცა კი არ უნდა იყოს, ვიღაცას ყავის მოდუღება მოუნდა, ტრაკი გააქიცინა და იქ მივიდა. იქ უნდა იყოს პროფესიონალი. ამის ანალიზი უნდა მოხდეს, უნდა დაიწეროს ყველაფერი და უნდა დაიბარონ საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი და უნდა უთხრან ბიძია, საერთაშორისო ნორმები არსებობს, საავიაციო ფრენებთან დაკავშირებით როგორც არსებობს ცაში, წესები ისე არსებობს სხვაში და ისე არსებობს მიწაზე. სუვერენული სახელმწიფოს უმთავრესი ნიშანი არის ის, რომ შენ უნდა გქონდეს შენი საზღვრები დაცული და შენი საზოგადოება დაცული. არა, მე ვიცი რა როგორ რანაირად არის დაცული ზოგადად რა ხდება. ეს მე ძალიან კარგად ვიცი, თქვენ ბიჭო, თქვენ აი ეს ეგრეთ წოდებული ძალოვნები რა ხალხს ურტყამთ ქუჩაში. საქართველოს საზღვრები დაცული რატო არ არის? მიწიდან, ჰაერიდან, ზღვიდან და ჯერ ერთი ნარკოტიკების ჩვეულებრივი ის არის, რა ქვია, სატრანზიტო გზაა საქართველოს. ეხლა რომ ვითომ ნარკოტიკს ებრძვიან. თუ ვინმეს ებრძვიან, იმიტომ რომ ერთი ბარი გამოსპონ, რომ მეორე ამათმა ბარიგამ უფრო მაგრად გაასაღოს წამალი. და ეს არის ის ხელისუფლება, რომელიც ნარკოტიკის ლეგალიზაციას ცდილობს, არ დაგავიწყდეთ. თურქული ბორტი, მე მაგალითად ძალიან დიდი ეჭვი მაქვს. იმ ეგრეთ წოდებულ სამხედრო ბორტზე დამონტაჟებული იყო სადაზვერვო მიმართულება, მოუახლოვდნენ ზონას, რუსეთის მიმართულებით შედიოდნენ, აკვირდებოდნენ რასად იყო განლაგებული, შეუძლია მათ შორის ზოგ სადაზვერვო ბორტს, სხვათა შორის რა, სადაზვერვო აპარატურა თავსდება ეგრეთ წოდებულ სამგზავრო ბორტებზე. სამგზავრო ბორტებზე, იმიტომ რომ მას უნდა შეეძლოს ძალიან დიდი იმპულსის გაცემა და ლოკაციის მოხდენა, ვინც არის ის ამას ვერ აუხსნი რა. და არ ვიცი ხა კიდე ხასიათები აქვს იმდენი და იმდენი მოდიფიკაციებია, მათ შორის თურქეთი არის საკმაოდ წინ წასული სამხედრო ინდუსტრიის ქვეყანა. მასე აგერ რუსული მირვა რო აიღო, ბრეჟნევის დროინდელი, თავიდან ბოლომდე
შოუმფრენი არის იმისი, რა ქვია, საფრენი აპარატი არის სატვირთო და ეგ ლოგისტიკური მხარდაჭერის. მაგრამ პირად შემადგენლობასაც ამოძრავებს მშვენივრად და თუ დაჭირდათ, ისეთ ტყვიამფრქვევებს აკიდებენ თავიდან ბოლომდე საერთოდ თავის ხასიათს. და ეს კიდე ბრეჟნევის დროიდან და ეხლა რა თურქეთს არა აქვს იმის შესაძლებლობები, სადაც ვერ უაპარატო რომ აკიდოს. მე სვამ ასეთ შეკითხვას, რა აპარატურა იყო განლაგებული ამ ეგრეთ წოდებულ ბორდზე, რომელიც ჩამოვარდა თუ ჩამოაგდეს. იმიტომ რომ მე ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ ეს ჩამოაგდეს. და ჩამოვარდნა როგორ ხდება, იცით? როდესაც ნებისმიერი სადაზვერვო რადიოლოკაციური სადგური, ეს ძალიან მარტივად გეტყვით რა, დინამიურად გადაადგილდება ბორტი ჰაერში, გადაადგილდება, მაგი კი არა, ჩვეულებრივ საზამთრო რო არის, ასტრახანის საზამთრო რო არის ცოტა დიდი მოსდილი, აი ესეთი სხეული რო გადაადგილდეს ჰაერში აეროდინამიურად, ხო? იმას ქვევიდან მდგარი ლოკაციური სადგური, მithumetes თუ საბრძოლოა, რომელიც უშვებს იმპულსებს ჰაერში, ხო? აი დინამიურ მიზანს დააფიქსირებს. იმიტომ რომ სხივი რომელიც ხვდება ამ მოძრავ წერტილს გამიგე, უკან მიდის და ბრუნდება რადართან. და იქ ჩვეულებრივ გაძლიერება ხდება კლისტრონებით ამ სიგნალის გააჩნია დიდი როგორი სიხშირის ანტენებია კიდე ეს და საზღვრავენ ამ დინამიური სიჩქარის გადაადგილებას არ ჩავიზირები ახლა რა აქ. და მერე აი ამ ინფორმაციის, მიღებული ინფორმაციის გადაცემა ხდება სარაკეტო დანაყოფზე, სარაკეტო ჯარებში, იკვებება პირდაპირ ტელეკოდური კავშირით. ძალიან მარტივი მომენტია. ვიღაცისთვის შეიძლება რთულია, მაგათთვის რთული არ არის. და იმაზე ხდება უკვე რაკეტის მომართვა. ხო, თუ დააფიქსირეს ფიზია იქ, იმ ტერიტორიიდან, რომელიც ომს აწარმოებს აგერ უკრაინაში და როგორ ომს აწარმოებს. სისხლის მზღვრელ ომს აწარმოებს და რამდენი ადამიანი კვდება და როგორ კვდება და რა ებსაკეთებენ და მაგას შეეშინდება ახლა შეეშინდება საქართველოს ტერიტორიაზე გამოიყენოს რაკეტა მე რო შევხედე მანერს როგორ ვარდებოდა ის თვითმფრინავი მე გამიჩნდა ესეთი ილუზია რომ მაგას ესროლეს რაკეტა მე არ ვიცი ვინ ესროლა რანაირად რა ეს კიდე გასარკვევია ერთი შეხედვით ისეთ იმას აკეთებდა, რა ქვია, წრეს, ძალიან გავდა ეს სითბურ რაკეტას მოხვედრილს. არ ვიცი. ჩემი ვარაუდია, იმიტომ რომ მე არ ვიცნობ შავი ყუთების ჩანაწერებს და არც სიტყვა არ უთქვიათ იმაზე, რა ქვია, ფრენების ხელმძღვანელს ვთქვა და გამოძიება დაიწყო ეს თქვენს. ვისი გამოძიება დაიწყო? გამოძიება თქვენზეა დასაწყებული, თქვენ ახართ საქართველოს ხელისუფლება. აი ესეთი მომენტია. და თვითმფრინავი ის სხეული მნიშვნელობა არ აქვს სამხედრო დანიშნულების იქნება მოიერიშე მომდამშენი თუ ასე შემდეგ განსაკუთრებით თუ არის ის გამანადგურებელი რა მაგას აქვს რაკეტა ისეთი ხასიათის თუ უყურებს რომ მას უყურებს ქვევიდან რადიოლოკაციური სადგური და აფიქსირებს მის გადაადგილებას მაგას შეუძლია ის რაკეტა გაუშვას იმ სხივზე საიდანაც ღებულობს რადიოლოკაციური სადგურის სხივს და პირდაპირ გააფეთქოს მე არ ვიცი რა ხდება ჩვენ მძიმე და მყიფე რეგიონში ვცხოვრობთ ძალიან რთულ რეგიონში ვცხოვრობთ ძალიან მარტივად ხალხო შეიძლება მოხდეს ესეთი რაღაცა ერთმა ქვეყანამ დაზვეროს მეორე ქვეყნის ლოგისტიკური განლაგებები მნიშვნელოვანი პუნქტები საცავები იარაღის შესანაღი ადგილი და გადასცეს მეორე ქვეყანას და მე ამუშავდნენ ისინი დრონებით ჩვეულებრივ ხდება ინფორმაციული ვაჭრობები რასად როგორ და რანაირად იმას ეს აქ ამას ეს აქ არა ომი არის ისეთი პროცესი სადაც ოპერატიული სიტუაცია ახდება ყოველთვის შეხედეთ რამხელა პროვოკაციულ უბედურებაში ვართ რომ არა ყავს შეიარაღებული ძალები ჩვენი ქვეყნის დაუცველობამ გამოიწვია ის რომ მეზობელი ქვეყნიდან შემოვიდა თვითმფრინავი და ჩვენს ტერიტორიაზე ბრჭყალებში ჩამოვარდა და ჩვენ არ ვიცით იქ ფარდის უკან რა ხდება და რაღაცა რომ მოხდეს ხვალ და ზეგ შეიძლება ორმა ქვეყანამ ჩვენ ტერიტორიაზე გამართოს ან საჰაერო ბრძოლა და ვაი თუ ეს მართლა საჰაერო ბრძოლა იყო იმიტომ რომ მე ესეთი ყიფე დაცემების აქ შემთხვევების რაღაცა არ მჯერა რა ეს ასე არ ხდება თურქები არ არიან ის სამხედრო ანკლავი
რომელიც ასე თავიანთ იმას ბორცს ასე ღუპავს. აგერ რა, რუსებს ჩამოუგდეს ორი მფრინავი ჩამოუგდეს, ხო გახსოვთ? როდესაც დაარღვია მისი ტერიტორია, ხეთკეს ტრაქში რაკეტა და ჩამოაგდეს. აი, ესეთი ხასიათის არმია ყავს თურქებს, ძალიან ძლიერი არმია ყავს. და ასე 20 კაცს საქართველოს ტერიტორიაზე, მე არ ვიცი, რა კატეგორია იყო, ჯერ 20 კაცი აცხადებენ, რა პირადი შემადგენლობა იყო. იქნება და მართვის პუნქტი იყო მოთავსებული იმ თვითმფრინავში. შესანიღბად აკეთებენ ყველაფერს. ბორტის ხასიათი შეიძლება იყოს სხვა და მისი ამოცანა იყოს სხვა. ანუ დამიწყებთ ახლა აქ ბევრი გამოხვალთ რა, ესა დიდაქტიკოსები, ცოტა წადით ბიძია რა, პატინკი გაცვითეთ არმიაში. ხელი მიგეყინოთ ავტომატზე. იმსახურეთ თქვენი ქვეყნისთვის. მიიღეთ მონაწილეობა საჰაერო ომში, რომელიც 19 წამზე მეტი არ გრძელდება. ხო და მე გადმოდით იქ და მე დამიწყეთ აქ ის არა, ჭკუის სწავლება რა, როგორ უნდა ვთქვა და რანაირად უნდა ვთქვა. ძალიან კარგად ვიცი, მე ეს გავიარე და ვნახე და მონაწილე ვარ ამ ომის. და ზუსტად ვიცი რა ტექნიკური პროცესები შეიძლება ხდებოდეს და ანალიტიკად შემიძლია ზუსტად დავდო მაგისი. ამიტომ ტრაკი დააყენეთ მაგ ტრაკი. და გამოვიდეს ვინმე საქართველოს შეერაღებული ძალების გენერალური შტაბიდან და აგვიხსნას. რა უბედურება მოხდა საქართველოს საჰაერო სივრცეში. ყობა მეუნება რა საშინლათო იჯღანებიო, ეს არის ახლა მთავარი, მე რო ვიჯღანები, ეგ არის მთავარი. სიმართლეს რო გვიმალავენ, ის არ არის მთავარი. იმიტომ რომ ხვალ და ზეგ კოპკუტუნა შეიძლება რა მოხდეს იცი საქართველოს ტერიტორიაზე? დაიწყო ომი ორმა ქვეყანამ. ჩვენ საერთოდ და ჩვენი არმია საერთოდ არავინ არაფრად არ ჩათვალო. შეიძლება ხვალ ზეგ საქართველოს საზღვაო სივრცეში მოხდეს, იმიტომ რომ ჩვენ არ ჩაგთვალონ არაფრად. იმიტომ რომ ჩვენ არ აგვყავს საქართველოს სამხედრო საზღვაო ფლოტი. ჩვენ გვაქვს საზღვაო აკვატორია, მაგრამ არ აგვყავს სამხედრო ფლოტი. იმიტომ რომ სააკაშვილმა გააუქმა ბიძინა ივანიშვილს, მოიწონა ეს აზრი და ასე შემდეგ. გაიყიდა ეს ზონა და დღეს ნარკომეკობრეების ეგრეთ წოდებულ ტრასად არის გადაქცეული. ძვირია ავიაციის შენახვა იძახიან. გავაუქმოთ ხიდაშენმა ავიაცია გააუქმა. პროფესიონალები კონგოში გაყარა, იქ მოკვდა ჩვენი მფრინავები. იმას სამხედრო საზღვაო ფლოტი დაშა ძვირია, კაცო ავიაცია ძვირია საჰაერო თავდაცვა ძვირია, ავიაციის შენახვა თურმე ძალიან ძვირია. და თავისუფლებაც რო ძვირია, დამოუკიდებლობაც რო ძვირია, მაშინ გავაუქმოთ თავისუფლება, დამოუკიდებლობა. საქართველოს შეერაღებულ ძალებს ამ დედამოწყნულებმა შეუცვალეს სახელი და დაარქვეს თავდაცვის ძალები. მე კი მწყდება გული ეს რო გააკეთეს, მაგრამ ერთი რო დავფიქრდი, სწორად გააკეთეს. რატო იცი ეს არა შეიარაღებული ძალები. ეგა მართლა ბიძინას თავდაცვის ძალები რა. რატო იცი? შეერაღებული ძალები რას ნიშნავს იცი? სახმელეთო ჯარები, საზღვაო ძალები, საჰაერო ძალები. ესენი უნდა იყოს ანსამბლეა. მიწა, ჰაერი, ცა, სხვა. შეკრული უნდა იყოს. საზღვაო ფლოტი გააუქმეს. სამხედრო ავიაცია გააუქმეს. დარჩათ მარტო ფეხები მიწაზე. სერიოზული არტილერიის გარეშე, სერიოზული თავდაცვის საჰაერო თავდაცვის გარეშე და ეს ახალგაზრდა ბიჭები შეყრილი ყავთ იქ, რომლებმაც არ იციან რა იყო ომი, იმიტომ ყველა ომის ვეტერანი გაყრილია ჯარიდან. დარჩენილები არიან მარტო ეს მეტრაკეები, რომლებსაც რა თქმა უნდა ფულის სანაცვლოდ აქვს სრული დუმილი შენახული, იმიტომ რომ იქ ვინ ზია ზევით ნაძირლები. აი ეს ომის დროს რო იმალებოდნენ და ტრაქს აჩვენებდნენ ქვეყანას და ხალხს და ზოგი მიწებს იფორმებდა და მე ღარიბაშვილს ეტენებოდა უკანონაში ჩაჩიბაიები, მაჩიბაიები და ეს ნაბიჭვრები. ერთლარად იფორმებდა სააკაშვილისგან კოჯორთა ბახმელაში მიწებს. აი იმათზე მოკეტონ და არა მოიღონ ხმა. და რეალურად რის წინაშე ვართ, ჩვენ შეიძლება ვერ მოვწყვიტოთ ვარსკვლავები როგორც ქვეყანა. მაგრამ ჩვენ გვყავს ძალიან ჭკვიანი ადამიანები, რომლებსაც სამხედრო ინდუსტრიაში, ქართულ სამხედრო ინდუსტრიაში შეეძლოთ მონაწილეობის მიღება, სერიოზული მონაწილეობის მიღება, სერიოზული რაღაცების კეთება შეეძლოთ. გინდათ აერონავტიკაში,
აი თუნდაც დრონების მიმართულებით, თუნდაც მსუბუქი იარაღის დახვეწის მიმართულებით. იმ დელტა გახადეს კორუფციის ბუდე თუ რა იქ მუშების, ტექნიკოსების დონეზე არ შეიძლება ცუდად ლაპარაკი, იმიტომ იქ მართლა პროფესიონალები არიან. მაგრამ სინამდვილეში აქეთ რა გვაქვს? მართველი რგოლი დაინტერესებულია იმით, როგორ იშოვონ ფული. ტანკები გადაადნეს, დაჭრეს ჯართებად და ისე გაყიდეს. და ეს ქართულ ინდუსტრიას, ქართულ არმიას არ მოხმარებია. ჩაჯმულია რუსთავის მეტალურგიული ქარხანა. ეხლა სამფში უნდა მუშაობდეს ეს ყველაფერი და იარაღის ექსპორტს უნდა ვქნიდეთ. მინიმუმ ამ დონეზე უნდა ვიყოთ ჩვენ. ისე კი არა, იქ შემოვიდა ამერიკიდან მანქანის რამა, შემოვიდა გერმანიიდან ფანჯარა და ჩვენ ის გავაკეთოთ მარტო ანსამბლაჟი ეგრეთ წოდებული აწყობა. ეგრე არ უნდა იყოს ეს. ჩვენ წარმომშვები უნდა ვიყოთ თითო დეტალის. ანიდან ბანამდე და ისე უნდა ვიყოთ შემქმნელები. და ვიცი როგორ ინდუსტრიასაც აკეთებენ, ძალიან კარგად ვნახეთ მაგათმა ეგრეთ წოდებულმა აწყობილმა მანქანებმა, რომელიც გამოუცდელია წყალზე, დენზე, აფეთქებაზე და ემაზე როგორ გამოიწვია ეკიპაჟების დაღუპვა. კონკრეტულ ადგილზე ახლა არ მინდა ყველაფერს ჩაუღრმავდე. ყველაფერი ყალბია. პროფესიონალები გაყარეს. პროფესიონალებს, რომლებიც იარაღის დამუშავებაზე იყვნენ მიდრეკილები, არ მისცეს მოსწავლეები რო აღეზარდათ. დაბერდნენ ის ხალხი წავიდნენ, ძველი რუსული განათლების ხალხი იყო, ბაბუისტოლი ხალხი იყო რა, რო უყურებდი. იმ დონეზე ქონდათ ათვისებული პროფესია, რო აგეკრათ ასე შიფონით თვალები, ისე აწყობდნენ არასრულ დაშლა აწყობას და რემონტს ვამბობ, გააკეთებდნენ იარაღის მომსახურეობას. სად აყავს საქართველოს დღეს ესეთი პროფესიონალები? არ აყავს 1-2 რაღაც შემორჩენილია, ერთი კაცი ვიცოდი, მაგრად არ უნდათ რა, მაგელის ენაზე ნაციხარი იყო. მაგრამ ყავდათ იქ ჯგუფის ხელმძღვანელად მიღებული, იმიტომ უკეთესი არ ყავდათ. უკეთესი, როგორც მაგენი ამბობენ, უკეთესი წარსულის არ ყავდათ, გამიგე? ეგ არის. სხვადასხვა ის ძალიან კარგი ადამიანი იყო. ეგეც მინდა დავაყოლო რა. ეხლა რა მინდა რომ განვიხილო და ვთქვა, იმიტომ რომ ეს სკანდალია, სერიოზული სკანდალია და ეს ასე არ ჩაივლის, მაგას თუ გართულებები არ მოყვა და არ მოინდომა თურქეთმა ჩვენი ტერიტორიაზე კიდე ხელმეორედ შემოგზავნა თავისი ბორტების და თავისი ოპერაციის დასრულება აქ, იმიტომ რომ მე ღრმად მჯერა, რომ ისინი აქ ოპერაციას ატარებდნენ ჰაერში. რა შვება ჩვენი ეგრეთ წოდებული უშიშროების მინისტრი. გუშინ გამოვიდა ეს იდიოტი, სრული იდიოტი და მამუკიე მდინარაძე, მამუკიე დასავლეთში ასე მოიხსენიებენ. ხო. და ესო ახლაო ამერიკელ კოლეგასთან მივდივარო. ამერიკელ კოლეგასთან მიდის, ეგი ბიჯო თქვენ არ შეგეშალოთ. და ამერიკელ კოლეგასთან ნარავნზეო, საქართველოს ხო ძლიერი ქვეყანა ვარ ჩვენ, ისეთი ჯერ არმიაზე და საზღვაო ფლოტზე და იმაზე არაფერს არ ვლაპარაკობ, ჩვენ უშიშროება გვყავს ქვეყანაში, ისრაელის ჩამოვიტოვეთ, კაც და ისეთი უსაფრთხოება ქვეყანაში, შექმნილი ჩიტი ვერ გაფრინდება. და ახლა ის იქ მიდის და ნარავნზე უნდა დაიცვას ჩვენი ღირსება და კოლეგა დაუძახა რა, ამ კონსტანტინე წოდებული ვიღაცა ბინზური მორგოშიას დამადლებული მანქანით ნაკატავებმა სირმა. ამას მეტი ის არა აქვს, რა ქვია, სტატუსი. ეს უშიშროების მინისტრი კი არა, კოკად წოდებული კონსტანტინე მორგოშიას გამონახოცით ნასარგებლები ტიპია. ეს მეტი არავინ არ არის და მის იდეას აკეთებს და მე ეგრეთ წოდებულ პოლიტიკას აკეთებს შუაში სტურს. მეც რას აკეთებს? ვინ უნდა აღვიქვათ ჩვენ სერიოზულად და ახლა მიუმართა უშიშროების თანამშრომლებს, ძალოვანი უწყებების, პოლიციის, განსაკუთრებით პროკურატურის და დღე ერთი არ თენდება, ვინმე კოცი არ აკავთ მაღალჩინოსანი დაჭერილი ქურდობაზე, ამაზე, იმაზე, კორუფციაზე და აგერ პრემიერიც წაკუზეთ თქვენი ყოფილი და იძახით, რომ კორუფცია ცუდი რაღაცაა ქვეყნისთვის და აგერ გუშინ წინ ბიჭო ქვეყანა მიყიდეთ არაბებს საიდუმლო დახშით და ბეჭედით შეინახეთ რა პირობები გაქვთ მიყიდვის
და თურმე ვიღაცა რომ ბიუჯეტიდან ფულს იპარავს, ეს არის კორუფცია და სამშობლოს თქვენ რო ყიდით ტოტალურად, ეს არის თურმე ინვესტიცია. მე არაფერი არ მიგვირს. ჩვენს ქვეყანაზე სხვა ქვეყნები ბრძოლობენ, ჰაერში, ზღვაზე, მიწაზე. და უკვე მიწისთვის. დარჩენილი, დაგლეჯილი მიწისთვის. ვიღაცას ეს არ მოსწონს, რასაც ვლაპარაკობ, ვიღაცას მოსწონს. ვიღაცა ამას ცნობის მოყვარეობის მიმართულებით ატარებს. არა, ჩვენ უფრო მძიმე მდგომარეობაში ვიმყოფებით, ვიდრე ვინმეს გონია რა. მართლა მძიმე მდგომარეობაში ვიმყოფებით. და ამ მდგომარეობიდან გამოსვლა ასე მარტივი არ არის, მართლა აღარ არის. ეხლა, კარგი, ეს იდიოტია და რასიზმი. მამუკი ემდინარაძის დონეზე, მაგას აღარ მიღებულია გივანიშვილის დავალება და ვინც მაგას ეგრეთ წოდებული ფული მოუტეხა, იჭერს ყველას. ესა მისი ამოცანა დღის წესრიგის. და რა ის რომ გააძლიეროს ქვეყნის თავდაცვის უნარიანობა, უსაფრთხოება, გააკეთოს კონტრკლასურითი მომსახურეობა და ასე შემდეგ. ყველა მეორე უცხოეთის ეგრეთ წოდებული ნასეთკა და ბოზია. მაგათ შორის ვამბობ თუ არა, იმის იქით რა ხდება რა ეშელონების ეშმოკვა იცის. საქართველოს თბილისის ტერიტორიები დაყოფილია ჩვეულებრივ გავლენის ზონებად. და ეხლა ეს არაბებს რო შემოიყვანებენ, მიწაზე არაბები, ცაში თურქები, წყალში რუსები, რა ქართველის ადგილი სად არის? ოღონდ აქ სხვა მომენტს ვეჯახებით რა. ჩვენი ტერიტორია, მოდი რა, დავარქვათ რეალურად ეს ქართველების არ არის. ეს არის გავლენების ზონები. ხო და მე არ ვიცი თურქები, არაბები და რუსები როგორ გაიყოფენ ჩვენ ტერიტორიას. მე აქ ქართველებს გამოვრიცხავ რა ჩვენი სამშობლოსთვის. ჩვენ მაგის პოტენციალი აღარ აქვს. აი ეს სამი ანკლავი ბრძოლობს დღეს საქართველოსთვის. და პლუს აზერბაიჯანი სომხეს თავისი გაჭირვებია. პლუს აზერბაიჯანი, რომელიც არის თავიდანვე პროთურქული იდეოლოგიის მატარებელი. და მხარდამჭერი მისი. ფაქტიურად ერთი სახელმწიფო ეს. იდეოლოგიაზე არაფერს არ ვამბობ. აქ მოხდება, აქ კაი რამე არ მოხდება რა. და ამის განსაზღვრა მამუკიეს არ შეუძლია. მამუკი არარსებული სახელმწიფოს უშიშროების მინისტრია. მაგრამ ახლა მორგოშიას ნაყიდი მანქანით არ დადის. ეს სიმართლე, წარე სიმართლე, რომელსაც თქვენ გიმალავენ, უმალავენ ყველას და ყველაფერს. ნუ დაიბრმავებთ თავებს რა. ჩვენ არა გვაქვს სახელმწიფო, ჩვენ არა გვაქვს ქვეყანა. რა უნდა მოხდეს, როგორ უნდა გვეშველოს, რამდენი ხანი უნდა გვეფიქრა მაგაზე. უბრალოდ ვიცოდეთ რა, ჩვენ რო ფულს გვპარავენ, იქ მამუკია არ ჭამს მარტო. იქ ვიღაცა ნაბოზვარი ჭამს შეიარაღებულ ძალებში, რომელსაც ძალიან დიდ ფულს უხდიან. სიჩუმისთვის უხდიან. როგორ შეიძლება რომ ფორმა გეცვეს, შენი სამშობლო იყიდება. მარტო ცაკი არა მიწა რა პირველ რიგში და შენ მდგომარედ იჯდე და პროტესტი არ გქონდეს ამაზე. სამხედროს უფლება არ აქვს სამოქალაქო აზრი გქონდეს. სამხედრო მონა. სამხედრო ტრაკის მიმცემი უნდა იყოს. Приказы не обсуждаются, приказы выполняются. ეს რუსული ის გადმოღებული აქვს ნარატივი. ოღონდ რუსეთი ვიდრე იომონ იმის ტრაკი არა აქვს. არა, რუსები ვერ ომობენ კაცო. რუსები მარტო თურმე დღეში კარგავენ 1000 და 1200 ჯარისკაცს. ხო, ეგ არის სიმართლე რა. ვინ რას კარგავს, როგორ კარგავს, ადიბის უფლებს მკიდია. ერთმანეთში ვინ რას იყობს, ვინ რას ვერ იყობს. ჩვენ რა გვეშველება, ჩვენ ერთი მოჯმა ტერიტორია როგორ დავრჩით. და ჩვენ ტერიტორიაზე რო არაბი, თურქი და რუსი ერთმანეთს დაგლეჭს მალე უახლოეს მომავალში.
ჯერ ეს ინტერესები ფარულად აქვს. ეკონომიკური იმითი შემოდიან. მერე შემოვლიან ცეცხლით. ყველას გაუჩნდება პრეტენზია. კარგი ნათქვამი გვაქვს რა ქართულის უპატრონო ეკლესიაზე ეშმაკები შეეზია. აი ესე დაგვიმართება ჩვენ ბოლოში. ეხლა ერთ მოვლენას გამოვეხმაურები კიდე აგერე. უყურებ ახლა ამ ყველაფერს და მოკლედ ვინ და საქართველოს საერთოდ პოლიტიკა ხო არის წარმოება და პოლიტიკური პარტიები მაგაცე წარმოდგენა საერთოდ არა მაქვს რა. ვისაც აქვს რაღაცა გული იმას თავი არა აქვს და ასე შემდეგ. ახლა უყურებ ბიჭო ეს იმის რურუას ტელევიზიაში ზის ეს თინა ხიდაშელის ის რო იყო რა მოადგილე თავდაცვის სამინისტროში. არჩევნებს რო აყალბებდნენ და იქ ბავშვების წამება რო დამალეს. და ჩემი პოლიტიკური დევნა როა მოხდენილი და აღიარებული ვარ ამ ხელა ადამიანი საფრანგეთის რესპუბლიკის მიერ პოლიტიკურ დევნილად. ეს ვითომ არაფერი არა, ესენი რო გამოდიან იმ ეთერებით რა. ეს ბრალდებები მათ მიმართ. გამოსულია ემათი ვიღაცა ორი ძუკნა ყავს გვერდზე თავიდან ბოლომდე ეს აჩკები წითელი ზედით საზიზღარი იმითი რა ქვია ტუჩსაცხებით მარტო ეს რო იყოს პრობლემა ვინოხერი რა და ანა დოლიძე ლაპარაკობს რომ საქართველოს იცლება გამიგე და ეს გვერდზე რო უზიან აუ ისინი ხო მოკლედ ინტელექტუალიზმს ჯვამენ სახიდან ანა დოლიძე ლაპარაკობს ამას ტიპი თავდაცვის სამინისტროში რაც გააფუჭა ეს სხვა თემაა და მერე რუსეთის საგარეო უწყების ინტერესზე რომ მუშაობდა და ქართული ჯარის წინააღმდეგ მოაგროვებდა და მასალებს რაც უდები ვიყავით თურმე 2008 წლის ომში მე პროტესტი ამაზე მარტო როგორც ჯარისკაც კი არა მე როგორც ემიგრანტს და პოლიტიკურ დევნილს პლუს ამაქვს ამაზე პრეტენზია აი ეს პორნო სცენარით აკაზმული დედაკაცები რომ მიჯდებიან აქ და ჩემ პრობლემებზე რომ ლაპარაკობენ როგორც ემიგრანტის, როგორც ჯარისკაცის, როგორც მოქალაქის. და ეს ნაბოზვარი ეს ჯარში იყო და არმია შლიდა, საჰაერო თავდაცვას შლიდა ეს მეძავის ნაყოფი ეს მართლა მინეტი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ეს მეც არაფერს არ აკეთებდა იმ თავდაცვის სამინისტროში. და ისეთ პროფესიონალებს როგორც სოსო სურაული იყო იძულება მით უშვებდნენ არმიიდან და მე ეგერ კონგოში მოგვიკლეს ფრინავი რომლის გაზდაც ქვეყანას 72 კილო ბაჯაღლო ოქლო დაუჭდა დაახლოებით ამ ეკვივალენტის. უფრო ძვირი კიდევ იმიტომ ის უფრო ასე ზის ასია დაანგარიშებული ანალიტიკურად ერთი ნორმალური ფრინავის გაზდა და ის იყო 100 პროფესიონალი რომელმაც ალალი იყოს ხსოვნა იყოს რა ამ ბიჭის მართლა რა ერთი ბატალიონი ქართული სიცოცხლე იხსნა 2008 წლის ომში, სადაც დახურული იყო საერთოდ საქართველოს საჰაერო სივრცე. და ისე გაფრინდა და ისე დაარტყა რუსულ დანაყოფებს, რომ გამოეხსნა ეს ერთი დანაყოფი იმიდან. აშკარა სიკვდილით. ისე დაიღუპებოდნენ როგორც შინდისში. და შინდის სისტემა კიდევ უფრო სხვა და სხვანაირად მოგიყვეს თქვენ, მაგაზე მე ბევრჯერ ვილაპარაკე. ხო და მე რა მინდა რო ვთქვა რა? ეს ანა დოლიძეები, ეს ანუშკები დოლიძეები, ეს მამუკიემ დინარაძეები. ესენი როლიდან გამოვლიან. და ექნება დამად გორკაია პახმელია, მაგრამ ჩვენ არ დავაშავეთ ჩვენ. რომ კარგად სახელმწიფოებრიობანას ამათ თამაშებში. მე მინდოდა ეს მეთქვა მე მოგვიანებით ბლოგს ჩავწერ და გამოვეხმაურები ეგრეთ წოდებული დაჭერებს, ვინც უყურებს ამას გადააზიაროს და თხოვნა მაქვს, რომ ყველამ გამოიწეროს ეს ვიდეო ბლოგი, ვინც უყურებს, რა თქმა უნდა, სურვილი მექნება, რომ გამოიწეროთ ეს ვიდეო ბლოგი, იმიტომ რომ სიმართლის მიტანა საზოგადოებამდე ეს არის უმთავრესი. გარკვეულ დროს ვნახავ, გარკვეულ ყოველთვის ვცდილობ, რომ მოვიტანო საზოგადოებამდე სიმართლე. და ვილაპარაკო, როგორც ვნახავ, ჩემი ერისთვის ყოველთვის ვცდილობ, რომ მქონდეს დრო, რომ ერთადერთი განთავისუფლების სერიოზულ იმას უყურებ, რა ქვია, წერტილს საზოგადოების აზრის კონცენტრირებაში. აი ეს ძალიან ძლიერი იარაღია სინამდვილეში, რასაც მე ვაკეთებ. ასე რომ შეძლოს 3%-მა ერის ქოცები და ნაცები აღარ იარსებებენ. ოღონ არ შეუძლიათ. და აქ ვინ იგინება, იცი?
ბოტი 715-79 გუგა ჯიჯიჯი პრუჭუჭუჭუ მუჭუჭუჭუ აი ესეთი ტიპები რომლებსაც იმის ტრაკიც არა აქვთ რა შეგაგინონ თავისი სახელით და აი ეს თუ მარტივია და მარტო ბლაბლაბლა არის რასაც მე ვაკეთებ რა მოდი ჩაწერე რა შენც ესეთი ბლაბლაბლა და დადევი ერთი დღე დადევი ორი დღე დადევი სამი დღე დადევი და ნახავ მე რა მოხდება თუ მაგარი ხარ გააკეთე აბა ეს შენ თუ არა მე ნუმლანძღავ ბიზია ან მაშინ მინიმუმ იცოდე რა გზა გავიარე მე ამისთვის რასაც ვაკეთებდი და რასაც ვაკეთებ ძალიან ბევრი თემები მაქვს მაგრამ ყველაფერს თავისი გზა და ადგილი აქვს და მაგას ეს მოიტანს იმ პროცესებს რაზეც ვილაპარაკებ რაზეც ვნახავ დროს და მექნება მაგაზე რეაქციები და არჩენი ახლა რა ვიცი რა თითოეული ქართველის ვალდებულება ამოიღოს ხმა და ილაპარაკოს და არ მიიღოს ესენი რა არ მიიღოს ეს საზიზღრები რა ძალიან დიდი ღალატი ხდებადაც ჩაწერეთ ერთი გაბედეთ თქვენ ნებისმიერმა ჩაწერეთ აი ერთი სიტყვა რომ არ ვეთანხმები ამ არაბულ სიეშმაკეს საქართველოში ძალიან მარტივად დადევით იმ თქვენ ორი კაცი გიყურებთ ერთი კაცი გიყურებთ თქვენი აზრი დადევით ეს ძალიან ძლიერი იალაღია ჩვენ მოგვისპეს საზოგადოებრივი კომუნიკაციის უფლებები ჩვენ მალე ალბათ ააკრძალავენ ამასაც მივალთ ჩვენ იმ დონეზე ისე ვითარდება საქართველოში ტირანია რაც თქვათ იმის ვითარდებოდეს ინდუსტრია ვითარდება ტირანია და მივდივართ იქეთკენ რომ ძალიან ცუდ რაღაცებს მოვიმკით ბოლოს ჩვენ დუმილით მოვიმკით ამას მივიღებთ ჩვენ არ ვიცით ხმის ამოღების გვერდში დგომის ფასი არ ვიცით სამწუხარო და 100 არის ეს და დავრჩებით მალე უახლოეს მომავალში იმ იმედზე რომელი დამხრობელი იქნება ჩვენს მიმართ უფრო ლოიალური და რომელი უფრო მარტივად გაუკეთებს ქართველიერს ასიმილიზაციას რა უნდა ბიჭო მელაპარაკო ზანადოლიზე იმასა ემიგრანტს რომ საქართველოს იცლება რისთვის იცლება საქართველოს შენ დედას შევეცი შენი აგერა მაქვს გადაწყვეტილება ფრანგული უწყების სადაც შავი თეთრზე წერია თქვენი პოლიტიკური დევნის შესახებ შენაი ნაბოზრებისგან იცლება ქვეყანა შენ დედა მოთხოვნო შენ რო დამალე კრიმინალი შენ რო პატარა ბავშვების წამებას დაამალე ხელი შენ რო ორი ოფიცერი გამოგვიშვი არმიიდან და ორივე აგერ პოლიტიკური დევნილები ვართ და ვცხოვრობთ და გვტკივა დღემდე ჩვენი ქვეყანა და გამოდის ეს და იმაში ჯდება რა ქვია ტელეეთერში ჯდება ვიღაცა 2 მინეტში ცასთან ერთად და იმაზე მორალს მიკითხავს რატო იცვლება ჩემი ქვეყანა და დემოკრატიის სახეზე ლაპარაკობს ამ იმას გადაწყვეტილებას გაეცი პასუხი რაც შენი თინა ხიდაშელის ამერიკაში გაპარებული თქვენი ურია შაიშმელაშვილი ერთის მეორე ურია გიორგა შაიშმელაშვილის და იმ ნაბუზურის საიდუმლოსიები რო გამოაგდა ავრცელებს გიორგა მოლოდინის გაკეთებულია რა რეპრესიები გადავიტანეთ ჩვენ უნდა ვიყოთ ჩვენი ქვეყნის არმიაში ჩვენ უნდა ვაკეთებდეთ და ვაძლიერებდეთ ჩვენი ქვეყნის არმია ჩვენ ახალგაზრდა ხალხი ვართ ჩვენ შეგვეძლო მართვა და კონტროლი არა ისეთი იმ პროჭმა ჯერ ხალხს რომ მოთხარა თვალები და ურთხა იმ ურია შაიშმელაშვილმა და მე გაიპარა ამერიკაში ამას ხო ჩვენ არასოდეს არ ვიკადრებდით და არასოდეს არ გავაკეთებდით ხმა ამოვიღე ბავშვები აწამეს და ცემეს თქვა და ჯარიდან გამომაგდეს ბიჭო და ამგერმა რუსთაველზე წამებაში ხალხი მოკლეს თვალები მოთხარეს და ხა დღეს გმირებად უნდა თავი შემოგვტენონ იმას ამერიკიდან უნდა გმირად შემომტენოს თავი და ამას უნდა იმიდა რა ქვია ტელეეთერიდან რომ რატო იცლება საქართველო და ვიღაცას მე რატო იგინები მოდი ერთი შენ ტყავზე აიტანე ყველაფერი რა საერთოდ კაცი თავის თავზე არ უნდა ლაპარაკობდეს და გავლილ გზაზე მაგრამ ის ხნული რაც გაავლე მიწას რა და ის რაც რთული იყო რა გარკვეული პრეისტორია უნდა მისცე იმ საზოგადოების ნაწილს ვინც არ იცის და ხალხს ესენი კი ამბობენ რომ მოკლე მეხსიერება აქვს მაგრამ მე ამჯერა მაგის ხალხს ყველაფერი ახსოვს რაც ჭირდება ეს საჭიროა იმიტომ რომ წინა კაცი უკანა კაცის ხიდიაო ეს არა ჩემ მოგონებული ანდაზა რა ეს ქართული ანდაზა ეს ძველი ანდაზა არის და კიდე ის არის რა ქვია ძველი ანდაზა რაც მოგივადავითაო ყველა შენი დავითაო ხო ამიტომ უნდა იფიქრო ქართველო რომ არ ჩავარდე ამ დედაატირებულების ხელში ფსევდო თამაშის ხელში არ უნდა ჩავარდე ფსევდო დემოკრატიის ხელში არ უნდა ჩავარდე უნდა შეძლო ხმის ამოღება თანადგომის არსი უნდა გაიგო უნდა გაასუფთავო ეს ფეკალიები ესენი უნდა გაწმინდო ეს თავლა უნდა გასაწმენდია ეს თავლა და არა მარტო ბიძინა ივანიშვილი ეს მეძავის შვილები ესენი ხიდაშელები დოლიძეები
გირჩი ჯაფარიძეები, ესენი ყველა. ქართველი უნდა დადგეს, ქართველმა უნდა. აგენი ბიჭო, ქართველებიც არ არიან, ბიჭო. სხვა სიმძიმილისეული პრობლემები გვაქვს ჩვენ. ძალიან მძიმე ვითარებაში ვართ ჩვენ. ჩავარდნილი როგორც ერი და როგორც საზოგადოება. ჩვენ სხვადასხვა მატლები გვჭამს. მუმლივით გვეხვევა რა, ეს წურბელები. თუ გამოლპა მუხის გული მერე, ხო? მუხაც შეიძლება წაიქცეს. რატო დუმ საპატრიარქო ბევრ რამეებზე? იქ სხვა მუმლია, სხვა ციანიდის კლანი მუშაობს. რთულია რა. რთული ერთადერთი გამოსავალი არის მართალ სიტყვის თქმაში. ყველგან შეაღწევს, ყველა ინსტიტუტი დამბალია. 1-2 კაცის არსებობა არ ნიშნავს ის, რომ ინსტიტუცია ძლიერია. სალაპარაკოა, სალაპარაკო. თითოეულმა ჩვენგანმა უნდა შეძლოთ ჩვენ ამის თქმა. ესაა ჩვენი ვალი. ბექამ უკაცრავად აგერა ვიტყვი კიდე წავიკითხავ ამის ბექა ქვია, მაგრამ ამას არც გვარი არა აქვს, არც მამამისი შვილია, არც დედამისი შვილია, არა მარტო ქვია ბექა. და შეიფურთხა ბექა, მაგრამ ნარატიულად. აი ნახე, აი რა დონეზე ვარ დასული. მერე კაი კაცო, მან დედან რო მოძღრავ, ჩამოდი და გავდევნოთ. პირველი მე დაგიდგები გვერდში. ეს ისროლა. ამიგე? პირველი ეს დამიდგება გვერდში. 100 დაახლოებით საპროტესტო აქციის და ალბათ 3 მაგდენის მონაწილე, ზოგის ორგანიზატორი და ზოგის მონაწილე. აი ეს უგვარო უსახელო ბექა მე იქ არსად არ მინახია რა. შვილმკვდარ დედები თუ მოდიოდნენ თუ არა, კაცი შვილი ვერ ბედავდა იქ მოსვლას რა. აი ეგა, ამის მთავარი მიზანი რა არის? აი ეს სწორს ამბობს აგერ ირაკლა მილაძე. გაუმარჯოს ირაკლი. ჩამოვალ მაგ ერთი სურვილი აქვს მაგ და ეგრევე დამიჭერენ, როგორც დაიჭერეს ჩემი მოადგილე. ჩემი მოადგილე როგორ დაიჭერეს, მაგას კიდე ცალკე ვილაპარაკებ რა, უპატიოსნესი ექიმი ბიჭი. მარტო იმიტომ დაიჭირეს, რომ იყო ეხმარებოდა ომის ინვალიდებს დადიოდა და აბა ის ბიჭი ახლა იქ მეც არაფერს არ აკეთებდა რა. ეგ უნდათ რომ დამიჭირონ, ეგ უნდათ რომ ვერ ვილაპარაკო. ეგ უნდათ რომ სიმართლე არ შევაფასო და საზოგადოებამდე არ ვიცი, მე ძალიან ძლიერი პლატფორმები მაქვს რა. ჩემი პლატფორმები YouTube-ზე, Facebook-ზე და თუნდაც აგერ TikTok-ზე, ხო? აი ამათ ტელევიზიას ანგრევს, ქოცნაცურს. ხო, აი ეს მივიღე ეგრეთ წოდებულ იმათ რა. რა პასუხი უნდა გავცე გიორგი გრუზინსკის, აი შენი მოადგილე არ არის კიდევ. არ ვიცი, ჯიგარო, რა უნდა გითხრა, მე ვარ ომის მონაწილე. მე ვარ 2008 წლის მოქმედებების ომის მონაწილე სამხედრო ოფიცერი. დათხოვნილი ხიდაშელებისგან, ივანიშვილებისგან, ახალაიებისგან, აი ამ ჯიგრებისგან რა, ბჭყალებში. სიმართლის გულივზე რა ვერ აგიხსნი, რატო მაგი დიდი ამბავია, უნდა ჩახედო რა. ხო, ყველაფერი საჯაროდ დევს. ხო და პლუს ამას მე ვარ არასამთავრობო ორგანიზაციის ეს შევქმენი ჩვენ ბიჭებმა რა. შეერაღებული ძალების სამოქალაქო კონტროლის ჯგუფის თავმჯდომარე ვარ. და ეს გავაკეთეთ იმიტომ, რომ როდესაც ჩვეულებრივ მოქალაქეებს პასუხს არ გვცემდნენ, იძულებული ვიყავით ორგანიზაციული წესით შეგვეკრა სახე და მიგოთ რა დღესაც ვამბობ და აქამდე ვიტყვი. კაპიკი ფული არ მიუღია ჩემ ორგანიზაციას და სუბსიდია იმისთვის, რომ თავისი საქმე ეკეთებია. აი ამ ნაბოზრებზე საქმე რო გვინდოდა რომ ღალატზე და 1000 მამაძაღლობაზე რამე გვეთქვა, ხანდახან რა 10-15 კილომეტრის გავლა გვიწევდა თუ დააბრატნი ფეხით, რომ პროკურატურაში საჩივარი დაგვედო. ხანდახან ისე იყო, რომ 50 თეთრი გქონდა ჯიბეში და იქედან რო წავიდოდით ფეხით, აქედან მარშრუტით მოვდიოდით ან პირიქით. მზად ვარ, დაიწყო ნებისმიერი შემთხვევა, ვისგან მივიღე რა, ფული მივიღე, რა, რანაირად მივიღე.
მაგრამ პატრიოტიზმი ისჯება. თუ არა დაფინანსება და სუბსიდიები ქონდათ მაგათ. ბოკერიებს, ხიდაშელებს, ივანიშვილის, გირჩი ჯაფარიძეებს და ამგენს. კიდე ზურამ ახარაძეებს, მორგოშიებს და ამავე ტიპებს ქონდათ ყოველთვის დაფინანსებები. თორე პატრიოტ კაცს არასდროს არაფერი არ გონია. შენ ასი კაციდან ერთს არ გითქვამს კარგიო, ნუ რა უნდა ველაპარაკო ახლა, ჯერ გრუზინსკი, გეორგი გრუზინსკი, მე ამას ვერაფერს ვერ ვეთქვი რა. შენ ილაპარაკე, რასაც უყურებ, რომ მოგწონს და კარგია რა. თორე მე ძალიან კარგად ვიცი, ვინაა კარგი და ვინ არის ცუდი რა. და მე ხოტბეობით არა ვარ დაკავებული რა. სახელმწიფოებრივად რა არის კარგი, მაგი ვიცი, მაგრამ მაგას რო ვამბობ, მაგი არ გესმის. და ხა არის ტიპი, რომელიც თვალში დირესაც უყურებს და ბეწვსაც უყურებს. ოღონდ შენ თვალში დირეს არ უყურებ. შენ თვალში უყურებ ბეწვს. და გიგითხავ ჩემგან რა არის კარგი. კარგი რა არის, იცი? კარგი რომ ხმა ამოიღო და ცუდია ის რომ ნარატივს აკეთებ რა. ეგ არის. აგენტს რომ მეტყვი ადამიანს აგენტის მნიშვნელობა უნდა იცოდეო რა მე არ ვიცი აგენტის მნიშვნელობა რა აი შეხედე შენ საზოგადოებაში რა დონეზეა და გეტყვი აი ეგეას შედეგი აგენტურული მუშაობის ხანდახან არაფრის კეთებაც აგენტურული საქმიანობაა როდესაც საპასუხისმგებლო თანამდებობაზე ხარ და არაფერს არ აკეთებ ზუსტად ეს არის ყველაზე დიდი ცუდი რაღაცის კეთება აგენტურული საქმიანობის კეთება ვიღაცების ინტერესში და საზოგადოების დანგრევა ყველაზე დიდი უბედურება. დიახ, უკაცრავად გაბატონო ანა. იმ ფიგურალური მიმართულებით თქვი ეს ყველაფერი რა. კარგი შემოკარგებო, კიდევ ერთი თხოვნა მექნება რომ აი უკაცრავად ომს ვაპირებთ, ომი გვინდაო ირაკლიმ დაწერა. ომი ძმაო, რას გეტყვიცი? ომი გვინდა, ომი ეს ნარატივები ქოცური. მე სხვანაირად დაგიყენებ მაგ საკითხს, გინდა? ომი რო გინდოდეს, ამის ტრაკი უნდა გქონდეს, რო იომო. და წაგებულ ომშიდაც რო შეხვიდე, მინიმუმ იცი რა ფორა უნდა გქონდეს ხელში? მინიმუმ იმის საშუალება გქონდეს, რომ ომის ველზე ღირსეულად მოკვდე. შენ არც ღირსეულად სიკვდილის უფლებაც არ დაგიტოვეს ამ ნაბოზრებმა. დაიმახსოვრე ეს რასაც გეუბნები რა. დაიმახსოვრე. თორე ტრადიციული ომის დროს ერთი კაცი ავტომატით რო ომობს, იმის უკან 7 კაცი უნდა მუშაობდეს მინიმუმ. და შენ ჩემო ირაკლი გლოუს მანქანი დრო დარბოდი, იმაშიც კი ჩაგიყვეს ხელი და ჩამოგისვეს მაგ 1000 დასირებული. იმიტომ რომ შენ საქართველოს მოქალაქეს როგორც არ გესუნთქა და შენ თუ ვერ სუნთქა უბრალო ადამიანი იქ ჯარისკაცი რომლის უკანაც 8 კაცი უნდა იდგეს რომ უნდა იმუშაოს რომ იმან ერთი ტყვია ისროლოს ფრონტის ველზე ის როგორ გააკეთებს ამას სადა ჩვენი ჯარისკაცის ღირსება თქვა თითოეულ ჩვენ კი ღირსება გვაქვს ნამდვილად მაგრამ ეს წყვეც ეს იგებს დღეს სხვა ომია ამ ომში იგებს ის ვინც სწორად ხედავს პროცესებს ჩვენი ტერიტორია არის წამების საქმე თანამედროვე რაკეტებისთვის, თანამედროვე ტანკებისთვის, თანამედროვე შეიარაღებისთვის. ერთი დასახლებული პუნქტია, რომელსაც ძალიან მარტივად დაიკავებს ნებისმიერი ქვეყნის დიდი რამოდენიმე საათში. იმიტომ რომ მით უმეტეს დღევანდელი პოზიციებიდან გამომდინარე. ჩვენ ქვეყნის ტერიტორიაზე უკვე ხდება ომები და ეს ჩვენ არ ვიცით. ჩვენ მარტო ფოთავთ და გამოძიებებს ვიწყებთ. და ეს არის ის შედეგი იმ დანგრევადობის, რაც რეალობაა ჩვენ ქვეყანაში მოსული უბედურების სახით. მადლობთ ყურადღებისთვის და თხოვნა მექნება გააზიაროთ ეს ვიდეო ბლოგი, აუცილებლად გააზიარეთ ეს ვიდეო ბლოგი. რუბერ მალახოს.